რუსთავი არის საქმით დავიწყებ, რამდენი სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე სტრასბურგის მორიგენის სამართლის გადაწყვეტილებას როგორ შეეხსეთ და მოლოდინი. მოგესალმებით. რუსთავი 2-ის საქმე პრინციპულად ეს არის სამართლებრივი დავა. ის რომ აქ ჩართულია გარკვეული პარტიული ინტერესები და სხვა, ეს არის მაინც ასე ვთქვათ თამხლების შლეიფი. ძირითადი არის სამართლებრივი დავა. ეხლა სწორია თუ არ არის სწორი, ეს არის სასამართლოების გადასაწყვეტი და მე მიმაჩნია რომ არც ერთი მოსამართლე არ აიღებდა თავის თავზე გამოეტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომლის დამამტკიცებელი საბუთები არ აქვს. იმიტომ რომ ასეთ რამეს არავინ არ გაწირავდა თავს ასეთნაირად და რაც თავარია, როდესაც პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია და უზენაესი ამბობს, თუ იქ არ არის, ასე ვთქვათ, მოდი ძალიან ის ხელმოსაჭიდი რაღაცა დოკუმენტი და საბუთი, ისე ვერავინ ვერ გაბედავდა მაგის გაკეთებას. ასე რომ მე მიმაჩნია რომ სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეული დასაყრდენი სავარაუდოდ ჰქონდათ იმ მოსამართლეებს, ვინც ესეთი გადაწყვეტილება გამოიტანა. ეხლა დღეს იცით რომ ასე ვთქვათ ძალიან ბევრს მიესწევლა სტრასბურგშიც გასაჩივრება და სხვა, ამიტომ არ ამგონია ასეთ რისკს ვინ მიაიღებდა თავის თავზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბევრი შემთხვევები, როდესაც ადამიანები ჩივიან, წინა ხელისუფლების დროს დაჩაგრული ადამიანები ქონება წარწმეული და სხვა და სხვა, მაგრამ ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, რომ ისინი ვერ წარადგენენ სათანადო დამამტკიცებელ დოკუმენტებს და მიუხედავად ისა, რომ ძალიან უნდა სასამართლოს თუ გინდა ესე იგი ჩვენი სურვილიც არის, რომ ადამიანებმა სამართალი მოიძიონ, ვერ მოიძიებენ სამართალს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ხოლმე დამამტკიცებელი დოკუმენტები. რა კი ამ საქმეში ესე იგი გადაწყდა, რომ მიეკუთვნა საკუთრების უფლებით, ეს არის 60% ხალვაშის და 40 ხალვაშ და 60 პანორამას, ყოველ შემთხვევაში ეს არის სამართლებრივი დავა პირველ რიგში. ის რომ თulis მეორე მხარე რომ აქ პოლიტიკური ინტერესებია ჩართული და სხვა, ეს არის უფრო ასე ვთქვათ საუბრის დონეზე და ამის დამტკიცება ძალიან რთულია, ესე იგი თქვა, რომ გინდა თუ არა იმიტომ რომ აი არ მოწოს ვიღაცას ვიღაცა, იმიტომ რომ ბევრი ვიღაცა შეიძლება არ მოწოს ხელისუფლებას, მაგრამ თუ კი არ არის რაიმე დამამტკიცებელი საბუთები, ასეთ შემთხვევაში ძნელია მსგავსი რამ. ეხლა რაც შეეხება სტრასბურგს. სტრასბურგში მორიგე მოსამართლემ მიიღო ეს საჩივარი არა იმიტომ რომ სამართლებრივად სწორია თუ არა. თავარი იყო იქ რომ შეაჩერა აღსრულება, იმიტომ რომ რამდენადაც ჩანს აქედან გაგზავნილ საჩივარში ხაზგასმა იყო იმისა, რომ თუ კი ეს აღსრულდება, ამას მოყვება არეულობა, სისხლისღვრა შეიძლება თქვათ ასე შემდეგ და ასეთ დროს მორიგე მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გადახედოს ამ საბუთებს, რა ხდება, როგორ ხდება სიტუაცია რა არის. 8 მარტს აი ხვალ შეიკრიბება უკვე გაფართოებული კოლეგია, ვინც იხილავს და კოლეგია ნახავს გაგრძელდეს ეს შეჩერება, გამოითხოვოს საქმეები ძირფესვიანად მოხდეს ამ საკითხის სამართლებრივი ჭრილში განხილვა. მე მაგალითად პირადად არაფერი ძალიანაც კარგი თუ კი იტყვის რომ სამართლებრივი ჭრილში მოხდეს განხილვა თავიდან ბოლომდე და ბოლოს გაერკვევა, ხო? ჩვენი სასამართლო რა დონისაა, სწორია, არ არის სწორი და ვის რა ეკუთვნის და დადგინდება, ესე იგი, მე მაგალითად მიმაჩნია, მე ვფიქრობ, რომ სტაბულის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება განსხვავებული უზენაესი სასამართლოს დასკვნისგან, მაგრამ ძალიან კარგი რომ ერთხელ და სამუდამოდ ესე იგი გაირკვეს სამართლებრივი საკითხი. რაც შეეხება იმას, რომ თქვათ ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია, თქვათ ბევრი რამეა გამაღიზიანებელი ხელისუფლებისთვის შეიძლება, მაგრამ ნამდვილად ვერ დააბრალებ ამ ხელისუფლებას, რომ ის ძალიან უხეშად და პირდაპირ ერეოდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ახლა ყველაფერი შედარებითია, ხო? ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს არც სასამართლო ჭირდებოდათ არაფერი, ერთ დღეში იყიდიდნენ, გაყიდიდნენ, დახურავდნენ, დაარბევდნენ და ასე შემდეგ, ხო? ის რომ სასამართლო პროცესი ამდენ ხანს მიდის, მიუთითებს იმაზე, რომ ნამდვილად არ დაინტერესება რომ რამე უკანონობა გაკეთდეს. და კანონის ფარგლებში რა შესაძლებლობაცაა, ის შესაძლებლობები მივიღოთ, ხო? ეხლა ის რომ მაგალითად ეხლა რუსთავი 2-ისთვის ეს შეჩერება იყო ძალიან ესე იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რატო? ეხლა თქვენ გუშინ მაგალითად მე მოусმინე არასამთავრობოები მოუწოდებენ ადამიანებს რომ გავიდეთ რაიონებში, მოვახდინოთ ხალხის დარაზვა და ასე შემდეგ და შექმნან სურათი რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მთელი დემოკრატიული განვითარება შეიძლება თქვათ აი წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს. თუმცა რეალობა უჩვენებს იმას, აი მე გუშინაც ნიშნავდა დღეს TV1-ს ქონდა, როდესაც რეაქციაში იყო ლაპარაკი რუსთავთან დაკავშირებით, ქონდა პირდაპირ გამოკითხვა. და დაახლოებით 8000 თუ 10000 ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 30% ამბობდა, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, 70% ეს არის სამართლიანობის აღდგენა, ხო? ასე რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მათ დასაყრდენი არ აქვთ. რუსთავი 2-ს ყავს თავისი მომხრეები, საკმაოდ აქტიური მართალია, მაგრამ მცირე რაოდენობის, მედიის გარკვეული ნაწილი, არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი და ნუ ახლა ეს გასაგებიც არის არასამთავრობოებს
მე არ მიყვარს ხოლმე ამის თქვა, მაგრამ თუ კი ესე იგი აღმოჩნდება, რომ საქართველოში არც მედიას არაფერი არ ემუქრება, თქვათ და ასეთ დოკუმენტი და რაღაცები არ გაიგზავნება, მაშინ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ სამუშაო ასპარეზი, აღარ ექნებათ დაფინანსება და ასე შემდეგ. ამიტომ მე არ მიყვარს ხოლმე, რომ უფრო წვავე და მწარე სურათი იხატება ხოლმე ესე იგი არასამთავრობოების თქვათ ანგარიშებში, ვიდრე მაგალითად თქვათ არის ოფიციალური იქედან ჩამოსული ოფიციალური პირების ანგარიში და თქვენ იცით ყველა ანგარიშებს ერთ სახელმწიფო სტრუქტურები ამზადებს აქ თქვათ სათანადო ქვეყნის საელჩოებიდან იქედანაც მიდის ინფორმაცია, არის ჭრილოვანი ანგარიშები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ყველას აქვს რაღაც თავისი დაინტერესება ამ ამბავში და ცხადია, ესე იგი ჩვენ მაგალითად აი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა რო იყო ეს ბოლო დასკვნა, ამ დასკვნას ძალიან აფრიალებენ, რომ იქ ძალიან კარგი რამე წერია, რომ საქართველოში მიღწეულია მედია პლურალიზმი. ხო? ეს მედია პლურალიზმის მიღწევა ხელისუფლების დამსახურებაა. წინა ხელისუფლების პირობებში ყველა ერთი კავკასია იყო ხანდახან რაღაცას ამბობდა ისე მოკრძალებულად, რაც შესაძლებლობა ჰქონდა. თორე ყველა მედია საშუალება იყო გუნდუკის კვლევაში. რომელიმე გაბედავდა რაიმე ისეთი კრიტიკული გაეშვა, რომელიც შეთანხმებული კრიტიკული არისო? ვერ გაბედავდა, ხო? ამიტომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს თავის ანგარიში, რომ პლურალიზმი მიღწეულია, მაგრამ აღნიშნავს, რომ არის პოლარიზირება მედია საშუალებების და პოლარიზირების გამო ესე იგი ადამიანებს ზუსტი და სწორი ინფორმაციის ახმა უჭირს, იმიტომ რომ პოლარიზირებული როცა მედია ეს ამბობს, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად, თქვათ ეს ამბობს კარგად და სად არის ნამდვილი, თვითონ ადამიანმა უნდა იმსჯელოს და გამოიტანოს დასკვნა, ანუ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ჭირსო, მაგრამ ეს ხელისუფლების ბრალი არ არის სხვათა შორის. ეს არის თვითონ მედია საშუალებების, რომ მედია საშუალებები რაღაცატომ მიაჩნიათ, რომ რაც უფრო სკანდალური და ცუდი ინფორმაცია იქნება და დატვირთული მედია, ამით უფრო უკეთესია. 4 მილიონი გვაქვს, ხო, თქვა გვარამიან, ხო? ეხლა ესე იგი ტელევიზიის შექმნა ეხლა არის ერთი დღის ამბავი, ხო? ჩვენ ესეც გაკეთდა ხელისუფლება ციფრული ტელევიზია და ძალიან მარტივია დარეგისტრირება და სხვა, ხო? 4 მილიონი აქვთ. კადრები ყავთ, ხო? ტრენერები გავლილი და ასე შემდეგ და მე ვერ ვიტყვი ხა ჟურნალისტები საკმაოდ აზრიანი ჟურნალისტები არიან და კარგ სიუჟეტებს აკეთებენ, ხო? გააკეთონ ახალი ტელევიზია. წინადად ვთქვი, ახალი რუსთავი 2 დაარქვა. და თუ კი ესე იგი აღმოჩნდება, რომ მაგარი იქნებიან ეს ტელევიზია, პირიქით უფრო, ასე ვთქვათ, პატივისცემით აღივსება საქართველოს მოსახლეობა მათ მიმართ, ხო? ჩვენ, როდესაც რუსთავი 2-ის მიმართ გვაქვს პრეტენზია, იმიტომ კი არ გვაქვს პრეტენზია, რომ ის აჩვენებს იმ ნაკლოვანებებს, რაც ქვეყანაშია და იქ ღარიბებს უჩვენებს და იქ რაღაც გამწარებულ ხალხს და სხვა. ამაზე არ არის საქმე. ტყვილი არ უნდა უჩვენოთ, სიცრუის ტირაჟირება არ უნდა მოხდეს. აი მაგალითად, როგორც მათ გახსოვთ, რომ ვენახი ფული მისცეს ადამიანს, აჩეხიეს ვენახი და მერე ეს აჩვენეს. ასეთი რამეები არ უნდა გააკეთო, თორე ქვეყანაში რაც არის ნაკლოვანებები, კი ბატონო, უნდა უჩვენო, აბარა პირიქით, ეს ეხმარება კიდეც ხელისუფლებას, ყველგან შეიძლება ვერ ხედავს ხელისუფლების თვალი და რომ დაანახო და მოეხმარო. ამაში არის ზუსტად მედიის, მაგრამ სიცრუის ტირაჟირება არ უნდა მოხდეს და თან არ უნდა მოხდეს, იცით, შეურაცხყოფა. თუ კი შენ პრეტენზია გაქვს, რომ ხარ მაგარი ტელევიზია, მსგავსი რამეები არ უნდა მოდიოდეს შენი ეთერიდან და ამიტომ სრულია გაღიზიანება ხალხის მაგალითად და ადამიანები ახლა სულ სამართლებრივ დავებზე გაფიქრობენ იმაზე, რომ ძალიანაც კარგი თუ ესე იგი რუსთავი 2 ასეთი, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა გუშინ დამირეკეს სვანეთიდან სხვათა შორის, რომ აღარ შეგვიძლია ამათი მოსმენა და მე გამორთე, მაგრამ ადამიანებს მაინც აინტერესებს რა ხდება და მაინც ჩართავენ და უკვე ნერვები ეშლებათ, იმიტომ კი არა რომ კრიტიკული სიუჟეტები, იმიტომ რომ აი ესეთი პიროვნული შეურაცხყოფა, ცილის წამება, ასეთი რაღაცა როცა მოდის ტელევიზიიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსთავი 2-ს არ შეშლია ერთი წამი არ ჩავარდნია არაფერი, არასდროს არ შეშლია არანაირად ხელი მაუწყებლობაში და ჩვენ მოხარულიც ვარ, რომ მათ იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც შესაძლებლობა ექნებათ, ანუ თუ ახალ ტელევიზიას შექმნიან, გააგრძელონ თავისი საქმიანობა და გააგრძელონ თავის სარედაქციო პოლიტიკა. ესე იგი ის რომ უბრალოდ უწოდებთ რუსთავი 2-ს ობიექტურ ტელევიზიას. უწოდოთ რომ ეს არის კრიტიკული, მაგრამ ეს არის ტენდენციური, იმიტომ რომ გამოხატავს გარკვეული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და ამას უკვე მეგონია აღარც არავინ არ ფარავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამომხატველია რუსთავი 2 კრიტიკული, მაგრამ არა ობიექტური. დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით საოკუპაციო ხაზებთან დაიკეტა ეგ წოდებული გადასასვლელები. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი შეფასება და ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?
ისეთ ჩვენ ზუსტად ერთი ორი კვირის წინ გქონდა სტრასბურგში მე ვარ საქართველოს ევროკავშირის ასოცირების დელეგაციის წევრი და იქ ზუსტად რეზოლუცია რომელიც მივიღეთ ძალიან კარგი რეზოლუცია მივიღეთ ჩვენმა საერთობლივ რეზოლუციაში დაიგმო და მიეთითა აფხაზეთის ხელისუფლებას დე ფაქტო ხელისუფლებას ზუსტად აი ამ გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ იმიტომ 6-დან გამშვებ პუნქტზე დაყავთ რამდენადაც ვიცი იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ადამიანის უფლებების ძალიან აი ესეთი სტანდარტის დარღვევა, რომ ადამიანებს არ ქონდეთ საშუალება უფრო ახლოს იყვნენ, თქვათ, ნათესავები ყავთ, ახლობლები ყავთ, ოჯახები არიან გაყოფილი. ამიტომ ეს რეზოლუცია არის ერთ-ერთი და მსგავსი რეზოლუციებს კიდევ მივიღებთ. ახლა ჩვენ ომს ვერ გამოუცხადებთ მაგის გამო, გასაგებია რუსეთს, მაგრამ ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ და ჩვენი წვლილიც არის იმაში, რომ რუსეთის მიმართ სანქციები არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ევროპის ზოგიერთ ლიდერს უნდა დაათქოს უფრო ურთიერთობა რუსეთთან, იმის გამო სწორად რომ ისინი რეგულარულად არღვევენ ადამიანის უფლებებს აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ჩვენც რეგულარულად ვპასუხობთ აი გარკვეული დიპლომატიური გზებით ამას, ამიტომაც არის ერთ-ერთი ფაქტორი ის, რომ ესე იგი უკრაინასთან ერთად ცხადია, საქართველოს არის ფაქტორი იმისა, რომ რუსეთის მიმართ სანქციების შერბილება არ ხდება და პირიქით არის ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთის მიმართ სანქციები გაძლიერდეს, იმიტომ რომ დღეისთვის შედარებით ყველაზე უფრო ეფექტური არის მაინც ეს რუსეთთან ურთიერთობაში, რომ ჩვენ ესე იგი ყველა ის ფაქტი, რაც მოხდება, გავაცნოთ სასწრაფოდ საერთაშორისო საზოგადოებას და მათ გამოიყენონ ეს ზემოქმედების ბერკეტები. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სტოლბურგის პლანეტების საქართველოს შეიარაღებასთან დაკავშირებით თქვენი აზრით, ანუ ხელისუფლების მხრიდან როგორც ვიცი არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკებები ამ თემაზე. არა, არ ყოფილა და ეს არის თუ არა მოსწავლე? არა. ეს არის ავსტრიის ესე იგი მინისტრის ეს არის მისი პირადი განცხადება და ანუ მათ უნდათ რომ ეს ტოლვილთა ნაკადი რაღაცნაირად სხვა ქვეყნებშიც ასე ვთქვათ გააბნიონ ჯერ ერთი თითოეულ ტოლვილებს ტოლვილების უმრავლესობა ცდილობს მოხვდეს ასე ვთქვათ უფრო ისეთ ქვეყანაში სადაც ცხოვრების პირობები უფრო მაღალი სტანდარტებია უფრო მაღალი ექნება დახმარების შესაძლებლობა და ასე შემდეგ ასე რომ თითოეულ ტოლვილებს თუ კითხავთ მათ დიდი სურვილი არ აქვს ან საქართველოში ან ეგვიპტეში იყვნენ ესე იგი იმიტომ რომ რადგანაც ტოლვილები არიან და მათ აქვთ ხოლმე არჩევის შესაძლებლობა მიდიან იმ ქვეყნებში სადაც უკეთესი ესე იგი შესთავაზებენ უკეთეს შესაძლებლობას. ეხლა ჩვენი საკუთარი ტოლვილები გვყავს და იმათვის ვერ მიგეცათ 1000 ევროს და 600 ევროს ჩვენ ტოლვილებს ნამდვილად ვერ მივცემთ, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობები არ აქვს. მაშინ როცა ევროპის ქვეყნებს ამის შესაძლებლობები აქვს. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან კარგი პასუხი გასცა ამას ჩვენმა ბატონმა ზალდასტანიშვილმა, რომელიც ჩვენი ელჩია და თქვა რომ საქართველოს აქვს თავისი ოკუპირებული ტერიტორიები, ყავს 300,000 ესე იგი დევნილი და აქვს თავისი პრობლემები ამისგან ამიტომ ახლა ასეთ შემთხვევაში საქართველოს რამენაირი ჩართვა ტოლვილთა მიღებაში ეს არის გამორიცხული ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და სხვათა შორის ეს არის საერთო ევროპული პოზიცია იმიტომ რომ ევროპული ქვეყნები არ თვლიან რომ ესე იგი ტოლვილები იძულებითად უნდა განასახლონ ისეთ ქვეყანაში სადაც მათ არანაირი სურვილი არ აქვთ